დროშას, რომელიც ახლა ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლოა, 1997 წელს სამხედრო აღლუმზეც ხვდებით. კადრებში კარგად ჩანს ეროვნული გვარდია, რუსთაველის გამზირზე იმ დროისთვის სახელმწიფო სამფეროვანი და ასევე ხუთჯვრიანი დროშით. ძირითადი ნაწილი ამ დროშებისა გამოიფენა რესპუბლიკის მოედანზე, შადრევანისა და საიმის მიდამოებში, ხოლო გარკვეული ნაწილი თვითონ სამხედრო ტექნიკაზე განთავსდა და მათ შორის მე როგორც მახსოვს ვერტფრენებმაც კი გამოიტანეს. აი ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერაფერი, ასე ვთქვათ, ვერ წაშლის. და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სხვა ისტორია აქვს ამ დროშას, ვიდრე ის, როგორც დღეს მიეწოდება ის საზოგადოებას. ნაწილს გონია, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიული დროშა, რომელიც შემდეგ სააკაშვილმა გაპრეზიდენტების დროს რაღაცნაირად მოახერხა და აქცია სახელმწიფო სიმბოლოდ. რაც არ არის სწორი. არ არის სწორი, იმიტომ რომ არ არის ფაქტი. გასაგონა წინ დავით აღმაშენებლისაგან, როგორც დიდი მხედართავისაგან, დიდი მეფის და დიდი მოაზროვნისაგან. ბევრად უფრო სპონტანური რეაქცია იყო და უნდა ვთქვა, რომ აი ამ სიტუაციაში მიშა სააკაშვილი მოქმედებდა ძალიან სუსტად, გაბედულად. ვფიქრობ ის რაც ახლა განაცხადე, ის რაც ახლა განაცხადე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან სრული მორალური საფუძველი მაქვს, მე როგორც არ უნდა შემიშალო ხელი, ჩემს სათქმელს მაინც ვეთქვი დღევანდელ პარლამენტს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. იმედს ვიტოვებ. ნექსება საბოლოო ექტრის
გასაგონა წინ დავით აღმაშენებლისაგან, როგორც დიდი მხედართმთავრისაგან, დიდი მეფის და დიდი მოაზროვნისაგან. ქართველი მეფის ბრინჯაოს ძეგლი თბილისში მაშინდელ რესპუბლიკის მოედანზე 1996 წელს დაიდგა. მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა ვარდების მოედნიდან 2005 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოედნის რეკონსტრუქციის მიზეზით ახსნა. ამ გადაწყვეტილებას თავად ბერძენიშვილის და საზოგადოების ნაწილის პროტესტიც მოჰყვა. საპროტესტო აქციების მიუხედავად ძეგლი ქალაქის ცენტრიდან თბილისის შემოსასვლელში დავით აღმაშენებლის ხეივანში გადაიტანეს. მე არ მიშლის ეგ. ვიღაცას უშლის რა. ას ვიზავთ. დაზიანდება თუ არ დაზიანდება, ეგ უკვე აი იმ ოსტატებმა, რომლებმაც დადგეს, არა, ერთად-ერთი რომელთაც შეუძლია მაგაზე ფიქრი. სხვა მაგას ვერ გააკეთებს. მხატვარი, მოქანდაკე და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ ის რომ მერაბ ბერძენიშვილს დავით აღმაშენებლის ძეგლის ვარდების მოედანზე დაბრუნება უნდა და ყველა მიცის და რომ თუ ამის ნება იქნება, ეს შესაძლებელია. საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აი ამ კორპუსში დღის პირველ 2 საათზე უკრაინის ნომერზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონი ჩართო. გააზრებულად ჩართული ტელეფონის სიგნალი მალევე დაიჭირეს ძალოვანმა სტრუქტურებმა, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია დაიწყო. ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ გომელაურის უწყებაში დაწერილი ოპერატიული ცნობა თითქოს მას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ახლა მე დამაკარებენ თბილისში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფერს არ შეგეშინდეთ, ხვალმით დარჩენებზე მიეწეთ ხმა და სამში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა თქვენ იცით, მე ვარ ძალიან მტკიცედ
მეთქრათ ამისთვის ჩამოვედი რომ თქვენ დაგეხმაროთ სხვა გამოსავალი ჩვენ არ გქონდა მე არაფერს მეშინია და თქვენც უნდა შეგეშინდეთ დაბა თქვენიც